Უსამები 19 საათზე რეალ ტელის საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობის. კონტროლის პალატა პროკურატურას ამორჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტის გამოძიებას თხოს ბეჟაშვილის უწყებამ პროკურატურას დოკუმენტური და ვიდეო მასალა უკვე გადაუგზავნა. საქმე ეხება ივანიშვილთან დაკავშირებული საქველმოქმედო ფონდის ქართუს მიერ მოქალაქე უშანგი კუზანაშვილისთვის 16,292 ლარის გადარიცხვის საკითხს კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქე კუზანაშვილი ფონდ ქართუდან ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე 13 დღით ადრე პოლიტიკურ ორგანიზაცია ქართულ ოცნებაში გაწევრიანდა, რაც კონტროლის პალატის მოკვლევის საფუძველზე ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას, რაც მოსყიდვის დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავს. გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 16,292,000 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს, რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე 3 დღით ადრე წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში ქართული ოცნება. უშანგი კუზანაშვილის და ფონდი ქართუს ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისათვის აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. შეხლა შემოხლა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გორში ჩასვლას მოყვა სოფელ მერეთში ოცნების წევრებს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. კოალიციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა შემოხლა ჩხუბში გადაიზარდა ფიზიკური დაპირისპირება, მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობის ნაწილმა სოფელში ივანიშვილის სტუმრობის გამო პროტესტი გამოთქვა. კონკრეტულად რა მოხდა შიდა ქართლში, იქ იმყოფებოდა ჩემი კოლეგა მაია თევზაძე. მაია, გისმენ. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით დღეს ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩასულიყო გორის რაიონის სოფელ მერეთში, შემდეგ უნდა გადასულიყო ტყვიავში და შემდეგ ქარელის რაიონის სოფელ დირბში. თუმცა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ თითქმის ყველა შეხვედრა ჩაიშალა. დავიწყოთ მერეთის მოსახლეობის შეკითხვებით. მერეთის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს დახვდა საქართველოს პრეზიდენტის სახელის სკანდირებით და ასევე სკანდირებდნენ ადგილობრივები, რომ წადით ბიძინა ივანიშვილის სურდათ რომ დაეტოვებინათ ის ტერიტორია. მოსახლეობამ ივანიშვილს შეეკითხა, რატომ აქვს ქართულ ოცნებას პრორუსული განწყობები, რატომ არ ჩანდა მაშინ უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქველმოქმედი დაბომბილ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა ტერიტორიებზე და ომგადახდილ მოსახლეობას რატომ არ დაეხმარა და ჰქონდათ კიდევ ერთი შეკითხვა, რატომ ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დაახლოებით 20-30 მანქანით და სამარშრუტო ტაქსებით და რატომ არ ხვდება ის რეალურად ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ ამ შეკითხვების დასმის შემდეგ დაიწყო ხელჩართული ჩხუბი ბიძინა ივანიშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რასაც ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. ვინ არიან საიდან მოდელებთან შაქირებული ტაქსებით რომ მოვიდნენ? 10% არ არის, მერეთელი 10%. ძალიან მოგანილებს ვენეცვალი, ძალიან მოგანილებს. სტუდენტების სუმაკათმა დაგვიფინანსეს და ესენი ეხლა მოვიდნენ ბავშვებს რომ გამორეკავდნენ. ომით დაზარალებული ადამიანები. აი ეგრე და შევეკითხო, ბატონ ბიძინა, ბატონ ირაკლისა. ომის დროს სად იყვნენ? ეხლა რა უნდა? ისე უნდა დაანგრიოს? არ გვინდა ომი, არ გვინდა შიში, არა გვაქვს და ნიშანი მინდა. სად იყო აქამდე? აუცილებელია ვინმე მოკვდეს და მაგ დროს წავიდეს. ომის დროს სად იყო? სააკაშვილი გვიყვარს ქართველ ხალხს. სააკაშვილთან სიკვდილი მიჩევნია, ივანიშვილთან სიცოცხლეს. როცა ომი იყო, ბიძინა ივანიშვილი სად იყო? სადაფრთხანდებოდა. შევარდნაძის დანგრეული საქართველო ფეხზე დააყენა სააკაშვილმა. 10 კაცს უნდა შეხვედრიყო, ივანიშვილი ფული უნდა დაერიგებინა, მე ეგრე ვიცი, ეგ შეხვედრა იყო. გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე. აღნიშნავს, რომ მისთვის ნამდვილად გასაგებია საზღვრისპირა რეგიონებში ომგარდახდელი მოსახლეობის რეაქციები, მისთვის გასაგებია ისიც თუ როგორ უჭირს ადგილობრივებს, თუმცა ბაქრაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობამ უნდა მისცეს საშუალება ყველა პოლიტიკურ ლიდერს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს, შეხვდნენ მათ და ქართული მოსახლეობა თავად გააკეთებს არჩევანს. ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შემჩნეულია რამდენიმე პიროვნება პროვოკაციის მოწყობაში და ისინი კანონის მიხედვით იქნებიან დასჯილები. მე ძალიან კარგად მესმის
რამდენად მძიმეა იქ ცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მოსმენა ისეთი სიტყვების, როგორიც არის რომ ომი დაიწყო საქართველომ, როგორიც არის ის რომ რაც ოკუპაცია რომელიც დღეს ხდება მათ მშობლიურ სახლებში არის საქართველოს ბრალი. მე მესმის რომ ამ ადამიანებისთვის ისევე როგორც ძალიან ბევრისთვის მთელს ქვეყანაში ასეთი ბრალდება და ასეთი სიტყვები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და ასოცირდება საქართველოში ოკუპანტის ინტერესის დაცვასთან. მაგრამ მე მინდა მოუწოდო და ვთხოვო ყველას, მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს და აქტივისტს თავი ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს წინასაარჩევნო პროცესში. ვიყოთ თავშეკავებული, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამონათქვამი ან პოზიცია, მიუცეთ ყველას ხალხთან თავისუფლად შეხვედრის და საუბრის საშუალება. ხალხი და ქართველი ამორჩეველი თავად გადაწყვეტს ოქტომბერში, რომელი პოლიტიკური ძალა ამისთვის მისაღები და რომელი არის მიუღებელი. 2012 წლის 26 ივლისს სოფელ მერეთში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები, რომელთა მიმართაც განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მერეთსა და ტყვიავში ჩაშლილი შეხვედრების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ესკორტი ქარელის რაიონ სოფელ დირფში გაემგზავრა. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეღო მიმდინარე მოვლენები, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ესკორტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა მიმართულება, რამდენიმე ჩიხში შევიდნენ, შემდეგ უკან დაბრუნდნენ. სწორედ ამიტომ მედიისთვის გაუგებარი გახდა, რას აპირებდა ივანიშვილის დაცვა. საბოლოოდ ერთ-ერთ ჩიხში ბიძინა ივანიშვილი გადმოვიდა მანქანიდან, თუმცა როდესაც ჟურნალისტებს შეავლო თვალი, ის ისევ მანქანაში ჩაჯდა. ამის შემდეგ მისი მანქანიდან გადმოვიდა ირაკლი ალასანია, საკუთარ მანქანაში გადაჯდა და ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქარელის რაიონი დატოვა. ასე რომ ქარელების მოსაზრებას, პოლიტიკურ განწყობებს ჩვენ დღის მთავარ გამოშვებებში მოგიყვებით, მანამდე კი კიდევ ერთი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების აქტივისტები საკმაოდ აქტიურ შეხვედრებს აწარმოებენ წეროვანში დევნილებთან შესახვედრად. თავად დევნილები ამბობენ, რომ ივანიშვილის მხარდამჭერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ და მათ ამ წლების განმავლობაში არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ თუ რა ხდებოდა დევნილების დასახლებაში და არც სურვილი გამოუხატავთ მათ დახმარებოდნენ. სწორედ ამიტომ დევნილები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს ანონსი იმის შესახებ, რომ შაბათს ქართული ოცნების ლიდერები ჩავიდოდნენ წეროვანში და მათ დაპატიჟებდნენ კვირას ბიძინა ივანიშვილის აქციაზე. თქვენ თუ დღეს გაერთიანდებით და გაწევრიანდებით ჩვენს ქართულ ოცნებაში, ეს ყველანაირად შეგვიძლია რას არ გაგიკეთო. ოქროს ფლები ამიშენეს, მაგრამ მე ვერანაირი ერთსულოვნება ამათში ვერ დავინახე. ესენი მხოლოდ იყვნენ სიტყვის, რასაც ქვია, მხოლოდ სიტყვა იყო ამათი საქმე, არაფერი. 20 წელია რაც დევნილები ვართ, რაც აქ ცხოვრობ და ამ 20 წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა საერთოდ არაფრით არ დახმარებია, არ გამოუჩენია არანაირი ინიციატივა დევნილთან დაკავშირებით და ეხლა საარჩევნოდ რო გამოჩნდა დადის დევნილთა დასახლებაში. იქამდეც ხო შეეძლო რამე უფრო რა ვიცი, ყურადღება გამოეჩინა, თუნდაც ელემენტარული. არანაირი არც ყურადღება, არც დახმარება, არანაირი ელემენტარული არაფერი არ ქონია ჩვენ ამ ადამიანისგან. ეხლა ამოტივტივდა ესა, როცა რო გჭირდებოდა გვერდში დგომა, ომი იყო, ხალხს უჭირდა, მაშინ სად იყო ივანიშვილი და ეხლა გამოჩნდა. იმიტომ რომ არჩევნები მოახლოვდა და უნდა სკამი. აქამდე საერთოდ არ ჩანდნენ, მოახლოვდა არჩევნები და დაიწყეს მოძრაობა ხანიქით ხანაკით. ესეც ხო არ არის, აქამდეც ხო კი დევნილებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აქამდეც ხო გჭირდებოდა ყურადღება, ხო? მარტო ოპოზიციის გადასაწყვეტით ხო არ არის, ოპოზიციას თუ ვინც არის, ხო უნდა იზრუნოს, რომ თავისი ხალხი კარგად იყოს. მერეთისა და ტყვიავის მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებზე უფრო ვრცლად რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური 10 საათიან გამოშვებაში მოგიყვებათ. მადლობა მაია, ველოდებით სიუჟეტს პირდაპირ ეთერში მაია თევზაძე საუბრობდა. სად იყო ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომის დროს დღეს ეს კითხვა კონფლიქტის ზონიდან თბილისში დაბრუნებულ მილიარდერს რეალ ტივის ჟურნალისტმა დაუსვა. ქართული ოცნების ლიდერი აღიარებს, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებში იგი ურეკში საკუთარ რეზიდენციაში ისვენებდა. რატომ არ ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავს ვალდებულად იდგეს იქ, სადაც ქართველი ხალხია და რა გავლენა იქონია ოლიგარქის ხელმოქმედებაზე? ტელევიზორში ნანახმაურმა ამას მაკა ჩიხლაძე გვეტყვის, მაგა გისმენთ.
გიორგი, მას შემდეგ რაც გაძლიერებული დაცვის და ესკორტის თანხლებით ბიძინა ივანიშვილმა დატოვა შიდა ქართლი და არ უპასუხა იმ შეკითხვებს, რომლებზეც ახლა მაია თევზაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სწორედ ამის შემდეგ დანიშნა მას აგანგებო ბრიფინგი და როგორც მისი სტილია და როგორც ჩვევია, მონოლოგის რეჟიმში დაიწყო საუბარი იმ თემებზე, რაზეც შიდა ქართლში სწორედ ამ მოსახლეობასთან უნდა ესაუბრა. თუმცა იგი მაინც შეეცადა თავი აერიდებინა მთავარი შეკითხვისთვის, სად იყო ის აგვისტოს ომის დროს. ამიტომ გამოიწვია მისი განსაკუთრებული გაღიზიანება, როდესაც შიდა ქართლიდან დაბარებული შეკითხვა, ასე რომ ვთქვათ, დაუსვა რეალ ტივის ჟურნალისტმა მას და მოითხოვა სწორედ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. ამის გამო დაიმსახურა ჟურნალისტმა მისი მხრიდან წოდება, რომ ის არის უზრდელი და ასევე ბიძინა ივანიშვილმა მაინც ვერ არიდა თავი და თქვა, რომ ის ნამდვილად არ იმყოფებოდა არსად, სადაც მაშინ ქართველი ხალხი იდგა, არც პარლამენტის წინ, სადაც შეიკრიბა მაშინ სრულიად საქართველო და სრულიად მსოფლიოს ლიდერები და ის იყო ამ დროს ურეკში, ზღვისპირეთში, საკუთარ რეზიდენციაში და სწორედ იქ ისვენებდა აგვისტოს ყველაზე მძიმე დღეებში. Mēs sadīqavit mაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა ომის პერიოდში სადიყავით, ან სადიყო თქვენი უფროსი ვაჟი ამ პერიოდში, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გამოვიდა რუსთაველის პროსპექტზე დადგა. თქვენ მაშინ იქ არ გამოჩენილ ხართ, არავის არ ახსოვხართ. რომელი ტელევიზია ხარ განაცხადეთ? ტელეკომპანია Real TV. პირველი გაინტერესებთ ომის დროს სად ვიყავი? და თქვენი აზრით ეს კითხვა რომ გებადებათ, სად უნდა ყოფილიყავი, რომ კარგად მოქცეულიყავი, კარგი ბიჭი რომ ყოფილიყავი, სად უნდა ყოფილიყავი. ეხლა მე ზოგადად გაცემთ, გასაგებია. გასაგებია თქვენი შეკითხვები. იმ ქალბატონსაც ზუსტად ესე ყვიროდა ოღონდ თქვენ ასე არ ხეხებთ წყნარად საუბარს და კარგია. ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი მოსახლე მე შემეძლო სადაც უფლება მქონდა და სადაც ნება მქონდა და სურვილი იქ ყოფილიყავი და ეს არ იყო საჯარო ომი თქვა რომ მთელი მოსახლეობა უნდა გამოსულიყო თქვა რაღაც პროცესებს სახელმწიფო ახორციელებდა და იქ უამრავი შეცდომები და სისულელეები გააკეთეს თქვენმა პრეზიდენტმა უამრავი სისულელეები ჩაიდინა იქ. ომის დროს ვიყავი ურიკში, როდესაც ომი დაიწყო. და დამთავრებისთვისაც ვიყავი ურიკში, არ დავწურლა ურიკიდან. ურიკში ვიყავი, როდესაც ფოთში შემოდიოდნენ რუსული ტანკები და ესე შემდგომ. ხო, თბილისში დემონსტრაციაზე არასდროს არ გინახე ვარ და რატომ უნდა ჩამოსულიყავი დემონსტრაციაზე გავგებარია. ეს შეკითხვებს როდესაც დახმარებაზე მისვათ, თქვენ მისვათ ყოველთვის, ერთი კუთხეს კარგად არ ვითარებთ და ამას მოსახლეობა ხედავთ, რომ სახელმწიფო ფუნქცია გინდათ მომანიშოთ. ერთია ქველმოქმედება, მეორეა ვალდებულება. კითხვაზე პასუხის გაცემაში დღეს ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდნენ მისი კოლეგები ოპოზიციიდან ლეიბორისტულ პარტიაში დღეს გაიმართა ბრიფინგი, სადაც ასევე დაისვა ეს კითხვა და გასცეს პასუხი. სოსო შატბერაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის გვერდით, როდესაც მას ქართულ ხალხს ესჭირდებოდა და ზუსტად ასე მოხდა 2008 წლის ომის დროსაც, როდესაც ლეიბორისტების ინფორმაციით ის იმყოფებოდა შუშის სასახლეში და იქიდან ადევნებდა თვალს განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა დღეს რეალ ტივის კითხვებზე პასუხის გაცემისას თავად აღნიშნა, რომ ეს არის მისი სურვილი და სადაც უნდა, როცა უნდა, იქ იქნება. 2008 წელს ბატონი ივანიშვილი შუშის სასახლიდან აკვირდებოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მას ისიც კი არ გაუკეთებია, რომ სანიტარული ბატალიონი შეექმნა და ომის შედეგად დახოცილი ჩვენი მეომრები მიწისათვის მიებარებინა. რახან ურეკიდან ადევნებდა ბიძინა ივანიშვილი თვალყურს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, შესაბამისად მან ტელევიზორიდან ნახა ყველა ის ტრაგედია, რომელიც მაშინ საქართველოში დაატრიალდა. ამიტომ ექსპერტები, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფსიქიკაზე გავლენა იქონია ტელევიზორში ნანახმა ომმა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის და ასევე სამაჩაბლოს ომში დაზარალებულ ადამიანებს, ასევე შვილმკვდარ ოჯახებს მისი დახმარება არ სჭირდებოდათ. ის ამას უწოდებდა პოპულისტურ ნაბიჯებს და არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არის ზედაპირული საკითხები, რასაც ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს და ეს მისი ვალდებულება არ არის. ის თავად აღიარებდა, რომ საბავშვო ბავშვთა სახლებს ასევე შეგნებულად არ ეხმარებოდა ასევე ვეტერანებს და ყველა ამ ვალდებულებას მიაწერდა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. პარტიის შესამქმნელად კი არ უნდა დახარჯო ფული. შენ უნდა გიმადლოდეს შენი ირგლივ სახელდაგვარის მცოდნე შენი ქართველი ხალხი. და მე მგონი ეს ხალხი ნაკლებად ჩანა მის მიმართ. მე საერთოდ ვერ იდებოდი ყველანაირ როგორ გახმაურებულ თემებში ჩარევას. აი საბავშვო სახლები, თქვათ, ომში დაღუპული და აი რაც ძალიან ზედაპირზე იყო, ძალიან გახმაურებული იყო და სახალხო არტისტი უფრო მეტ ფულს იღებდა ბიძინა ივანიშვილიდან, ვიდრე უბრალოდ მსახიობი მაგალითად. ან თქვათ აკადემიკოსი უფრო მეც ვიდრე უბრალოდ რიგითი პროფესორი. ანუ
ეს დახმარება არ იყო არ იყო მიმართული ან ის არ ეხმარებოდა იმათ, ვისაც რეალურად უჭირდა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა დახმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად უჭირდა, სწორედ სატელევიზიო რეპორტაჟების შემდეგ და ერთ-ერთი ასეთი რეპორტაჟი იყო სწორედ შერჩეული ქველმოქმედება, რომელიც რეალ TV მოამზადა. სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს უნდა დახმარებოდა და მას შემდეგ მოიწვია საგანგებო ბრიფინგი, სადაც შვილკვდარ დედასთან ერთად ამბობდა იმას, რომ დღეიდან აუცილებლად დაეხმარება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. მადლობა მაკა. განვაგრძოთ გამოშვებას. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციებს ხშირად იცვლის, მათ შორის რუსეთსა და ნატოსთან დაკავშირებითაც ოლიგარქი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, აცხადებს, რომ მისი პრორუსულობაში დადანაშაულება თითიდან გამოწვეული თემაა. როგორია ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ვისთან პარტნიორობას ანიჭებს ივანიშვილი უპირატესობას და რა განცხადებები გააკეთა მან გასული 9 თვის განმავლობაში, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. დაანებეთ ამ თემას არის. ეს თემა არის თითიდან გამოწვეული. როგორია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსი, პუტინური თუ დემოკრატიული და დასავლური. ეს არის თემა, რომელსაც თავად ოლიგარქი დღემდე არ შედაკონკრეტებს. თუმცა მის პრორუსულობას თავად ოლიგარქი ამ დრომდე თითიდან გამოწუწულ შეფასებად ტოვებს. ბიძინა ივანიშვილმა 9-თვიანი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაშიც დაადანაშაულა. საერთაშორისო გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი არადეკვატური ქმედება დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს განცხადება ერთადერთია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე 2008 წლის ომის თემაზე გააკეთა. სწორედ ამის შემდეგ ყველა საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუში რუსულ-ქართულ ომთან დაკავშირებით ოლიგარქს სხვა აღარაფერი უთქვამს. სანაცვლოდ კი ის რუსეთზე ხაზგასმული კეთილგანწყობით უპრობლემოდ საუბრობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობის ნორმალიზაცია რუსეთთან. ისინი ჩვენი ბედია რუსეთთან მეზობლობა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხმობის. ამის პარალელურად ოლიგარქი პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსის იმიჯის მორგებას დღემდე მაინც ცდილობს. ის ხშირად ნატოში გაწევრიანების საკითხზეც წუხს. თუმცა ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე არაერთგვაროვანი განცხადებები უკვე გაკეთებული აქვთ. სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ძალიან შორს გადასცია ნატოს პერსპექტივა. მოუნდა ორჯერ ორია. როდესაც საომარ კონფლიქტში ხარ ბირთვულ ქვეყანასთან რუსეთთან, შენი შანსები რომ გახდეს სამხედრო პოლიტიკური ალიანსის წევრი ნატოს, რა თქმა უნდა მცირეა. თუკი ნატოში ინტეგრაცია ივანიშვილის გუნდისთვის ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ ორჯერ ორია, მაშინ ასეთივე ლოგიკით ქართული ოცნება საქართველოს აღმშენებელია. ოცნებების ასრულება ივანიშვილისთვის სავარაუდოდ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების შემდეგ იწყება. არჩევას აკეთებს რუსი ხალხი. ვისაც აირჩევს რუსი ხალხი, მე იძულებული ვიქნები მასთან დავიждე მაგიდაზე და მასთან შევეცადო დავალაგო ურთიერთობა. დიდი ალბათობით მე გეთანხმებით, რომ ეს იქნება პუტინი. პუტინთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან ერთად ივანიშვილი არც თავის რუსულ წარსულს ივიწყებს. მისთვის ელცინი ისევ დემოკრატია. გენერალი ლებედი კი ფიგურა, რომელიც წინა პლანზე წამოწევაც პოლიტიკური თუ ფინანსური მიზნებიდან გამომდინარე მისთვის სრულიად მისაღებია. მერე რა მოხდა თუ გენერალი ლებედი 9 აპრილს მთავარი ჯალათი იყო. 9 აპრილს რაც მოხდა, ვინც იბრძოდნენ, ისინი იბრძოდნენ სისტემას. ვინც დაარბია 9 აპრილი, ესეც იმ სისტემის დანაშაულებრივი მედების შედეგი იყო. იყო ამ დროს აქის კაცი, ვისაც ესენი მუდმივად მატერიალებენ თუ არ იყო, ეს არც ვიცოდი და არც საინტერესო. მე არ ვეხმარებოდი ლებედს. მე სიამაყით მოიხსენიებ ჩემს ინტერვიუში, რომ მე ვიყავი ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი. მაშინ ელცინს ხარს უჭერდა მთელი მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება. ის რომ რუსეთში გამდიდრებული ჭორვილელი მრავალგზის დიქტატორად შერაცხული პუტინის მეგობარი და მისი ინტერესების გამტარებელია, ამას თავად ქართული ოცნებაც ვერ უარყოფს. თუმცა ივანიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ რუს ხალხს მისი რჩეული დიქტატორი ძალიან უყვარს. რუსებს მოსწონთ ეს კაცი და ეს მათი საქმე. რუსი ხალხის არჩევანი კი დღეს ოფიციალურ მოსკოვში ასეთია. მილიონიანი მარშები დიქტატორი პუტინის წინააღმდეგ. თავისუფალი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება და მონატრებული დემოკრატია.
ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის გადახდის ვადა ეწურება კოალიციის ლიდერმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან შესაბამისი მიმართვა გასულ სამშაბათს მიიღო ოლიგარქს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი საახსრულებლო ფურცელი 20 ივნისს შევიდა. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით ოლიგარქის სასამართლოს განაჩენში მითითებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში და რა შეიძლება დაუყადაღდეს ოცნების ლიდერს თორნიკე კოშკაძე გიამბობს. პირველი მეოცნების ურჩობის გამო ივანიშვილების ოჯახი შესაძლოა ამ ფეშენებელური სასახლეების გარეშე დარჩეს. ყველა უძრავი ქონება, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია ღამის 12 საათამდე, ჯარიმით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა დაყადაღდეს. თუმცა ქართული ოცნების ოლიგარქის სახელზე საცხოვრებელი სახლების გარდა არაერთი აქტივი ირიცხება. არ აპირებს ჯარიმის გადახდას. რა თქმა უნდა, არა, რამდენადაც ამ ჯარიმას არავითარი შეხება არ აქვს კანონში. ქართული ოცნების ოლიგარქს ჯარიმა სასამართლომ უკანონო ქმედებებისთვის დააკისრა, თუმცა მილიარდერმა ქონების დაყადაღების შესაძლებლობა წინასწარ გათვალა და წილების უმეტესობა საკუთარ შვილს უტას გადაუფორმა. ივანიშვილის ბოლო განცხადება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ასეთი იყო. მე ქართულ ბანკში და არც ერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარა მაქვს, მე მგონი რომ ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და გადავეცი. მე მგონი ბანკში წილი უტას გადავეცი ჩემს შვილს 2 მაისიდან. საქართველოს კომპანიებში მე მგონი არც წილი აღარ მაქვს. ჩემს სახელზე მე მაქვს მე მგონი საჩხერეშიც ნაწილი ჩემი ქონების ბაკურიანში, რაღაც ურიკში. თუკი ბიძინა ივანიშვილს დაუჯერებთ ბანკსა და სხვა საწარმოებში არსებული წილი უტა ივანიშვილს მაისში გადაუფორმა, თუმცა საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველი მეოცნების შვილის ქონებაზე მონაცემები არ მოიპოვება. ივანიშვილის აქტივებზე დღეს განცხადება ქართულ ჯგუფმაც გაავრცელა. ქართულ ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ არის და ეს ინფორმაცია აღსრულების ბიუროს უკვე გადაეგზავნა. აქედან გამომდინარე აღსრულების ბიუროს არანაირი საფუძველი არ აქვს ქართულ ჯგუფი დააყადაღოს. დამფუძნებელია ორი ქართული კომპანია, სააქციო საზოგადოება აგროსერვისი და სააქციო საზოგადოება ინტერინვესტი, ასევე 4 ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია. ამ განცხადებამდე კი ივანიშვილის ქართულ ჯგუფში საქმიანობაზე ოლიგარქის გარემოცვამ საკუთარ Facebook-ზე არაერთხელ დაწერა, თუმცა ეს იმ დრომდე იყო სანამ ქართული ოცნების ოლიგარქს კანონი საჯარიმო სანქციებს დაუწესებდა. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიის ფრაგმენტული ნაწილი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი ქართულ უწევს ყოველთვიურ დახმარებას. გვინდა გამოცხადოთ, რომ ამ სიის გასაჯაროება არ მომხდარა ფონდ ქართუს ინიციატივით. სიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა თუ რა ნიშნით იღებდნენ სიაში მოყვანილი ადამიანები დახმარებას. კონტროლის პალატის მოთხოვნის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლომ ორ საქმეზე დააჯარიმა. ივანიშვილმა საკუთარი კომპანიის ელიტა ბურჯის გამოყენებით ჰაი-კლასის ავტომანქანები შეიძინა, რომლითაც ქართული ოცნება სარგებლობდა. ამის გარდა ივანიშვილი გლობალ ტივის სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ დარიგების საქმეშიც დამნაშავედ სცნეს. უკანონო შემოწირულობებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე კი ქართული ოცნების ოლიგარქს ბიუჯეტში 158 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. გამოსაჩივრებს გადაწყვეტილება ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანები იქცევიან თუ არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ მკითხავთ რა მე იმედი მაქვს რა სააპელაციო სასამართლოში რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს არის პროცედურა რომელიც უნდა დაიცვა იმისათვის რომ საქმეს კონდეს პერსპექტივა გაგრძელების უცხოეთში. მეოცნებეებმა საქმე სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ბიძინა ივანიშვილს მეორე ინსტანციის სასამართლომ ჯარიმა დაუტოვა, მაგრამ გადასახდელი თანხა შეუმცირა. მცირე შესწორება ჩვენ დღეს კონტროლის პალატის კიდევ ერთი განცხადების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კონტროლის პალატამ პროკურატურას ამორჩევლის მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტის გამოძიებას თხოვა, გაიპარა მცირე უზუსტობა ივანიშვილთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდ ქართუს მიერ მოქალაქე უშანგი კუზაშვილს გადაერიცხა არა 16 მილიონი, არამედ 16,292 ლარი. განუგზოდ გამოშვებას ოცნების ოლიგარქის გარემოცვის უახლოესი წევრი კენიელი კანადის მოქალაქე ასლან აბაშიძის ფინანსური პარტნიორისა და მეგობრის ოლეგ ლუჩანსკის პარტნიორია სკანდალური ინფორმაცია, რომლითაც საეჭვო სქემა იშიფრება რამდენიმე ინტერნეტ გვერდზეა გამოქვეყნებული, მათ შორის კომპრომატ რუზე. გრეგოტოსა ჟილბერი თავის მეუღლესთან ერთად ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება საქმე ეხება ტრეფინგის, ნარკობიზნესის, პროსტიტუციის და სხვა გახმაურებულ საქმეებს.
დღეს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის სახელი და გვარი გახდა ცნობილი. უზბეკი მილიარდერი ოლეგ ლუჩანსკი, რომელსაც ინტერპოლი დღემდე ეძებს, ფონდ ქართულს დამფუძნებლისა და მისი მეუღლის, გბეგო ტოსასა და ლიუბოვ ჟილბერებთან დაახლოებული პირია. ლუჩანსკი დიდძალი ფულის უკანონოდ მითვისების გამო ერთხელ უკვე ნასამართლევია და მას დასავლური პრესა რუსული მაფიის მეთაურად მოიხსენიებს. ყველაზე მოუხერხებელი და მოუხელთებელი დამნაშავე მსოფლიოში. გავრცელებული ინფორმაციით ლუჩანსკის კრიმინალური საქმიანობა ბირთვული იარაღის კონტრაბანდას, ფულის გათეთრებას, ტრეფიკინგს და ნარკოტიკებს უკავშირდება. ლუჩანსკი 3 მილიარდის მფლობელია, თუმცა ის ასლან აბაშიძის ბიზნეს პარტნიორიცაა და აჭარის რევოლუციამდე ბათუმის პორტის წილსაც ფლობდა. ასლან აბაშიძის და ოლეგ ლუჩანსკის დიდ მეგობრობაზე წლების წინ გიორგი აბაშიძე საუბრობდა. კრიმინალური ავტორიტეტი ბათუმის მაშინდელმა მერმა პირველად ჭადრაკში ქალთა შორის საერთაშორისო ტურნირის დროს ახსენა. სწორედ აღნიშნული ტურნირი დააფინანსა ოლეგ ლუჩანსკიმ $9 მილიონი. ლუჩანსკი მამაჩემის მეგობარია, ის ბიზნესმენია. რუსული მაფია, მაგალითად გარი ლუჩანსკი, რომელიც ასევე ვიცით, იყო თავის დროზე ასლან აბაშიძის ახლო მეგობარი და მე მგონი დღემდე რჩება. ქართული ოცნების ლიდერის საერთაშორისო ასპარეზზე გაჭრილი კრიმინალური გარემოცვის წევრთა შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში მრავლად მოიძებნება. მათ უმრავლესობას რუსეთის ინტერპოლის გარდა წითელი ცირკულარით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დღემდე ეძებს. ინფოცხის წარმომადგენლისა და ქართული ოცნების წევრების ერთობლივი საადელი თეთრ დუქანში და მეტი დამაჯერებლობისთვის დუქანთან მიტოვებული ივანიშვილის მედია საშუალების კუთვნილი ავტომანქანა, ადვილად გაშიფრული ოლიგარქთან დაკავშირებული პირების კონსპირაციული გეგმა. დიდი ბოდიშით რო გაწუხეთ. უკაცრავად დუშეთის რაიონის თეთრ დუქანში რეალტივის ადგილობრივმა გადამღებმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენელი იმ სუფრასთან გადაიღო, სადაც ქართული ოცნების წევრები სადილობდნენ. რეალტივის მოულოდნელმა სტუმრობა მოცნების ლიდერები გააღიზიანა. ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარესთან მანანა კობახიძესთან ერთად ინფოცხრის წარმომადგენელი ამირან ჯანგირაშვილი სადილობდა, თუმცა ოცნების ლიდერებმა მათ გვერდით ივანიშვილის მედიის წარმომადგენლის ყოფნა კატეგორიულად უარყვეს. გავრცელებული ინფორმაციით ამირან ჯანგირაშვილი ნინო ბურჯანაძის ყოფილი აქტივისტია, ახლა კი ის ლუბა ელიაშვილის ინტერნეტ სააგენტოს თანამშრომელია. ხო ხედავთ აქ ჟურნალისტები არ აქვს. ხო და არ ვიცი და უბრალოდ არ შეიძლება რომ კითხვაზე გამცეთ პასუხი. ქართული ოცნების ლიდერებმა თეთრი დუქანის ადილის შემდეგ მალევე დატოვეს, თუმცა იმის დასამტკიცებლად, რომ მათთან ერთად ივანიშვილის ფულით გაკეთებული ინტერნეტ სააგენტოს წარმომადგენელი არ იმყოფებოდა, ინფოცხრის კუთვნილი ავტომანქანა ადგილიდან აღარ დაძრეს. ლუბა ელიაშვილის ინფოცხრის ავტომანქანა თეთრ დუქანთან დღის ბოლომდე იდგა, თუმცა ოლიგარქთან დაახლოებული პირების კონსპირაციული გეგმა მალევე გაიშიფრა და ინფოცხრის კუთვნილ ავტომანქანას წასაყვანად სწორედ იმ პირმა მიაკითხა, რომელიც რამდენიმე საათის წინ მეოცნებეებთან ერთად სადილობდა. გაგვიგეთ და ერთი წუთი. გაგვიგეთ რა ვკარები, ერთი წამი კომენტარი გჭირდებათ თქვენია. ინტერნეტ სააგენტო ინფოცხრას და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს ავტომანქანების ეს სანომრე სერიებიც აკავშირებთ, თუმცა ქართულ ოცნებასთან ინფოცხრას საერთო კიდევ ბევრი აქვს. ივანიშვილის მედია საშუალებებისთვის ჟურნალისტებს ინფოცხრის ხელმძღვანელობა სწორედ ქართულ ჯგუფის სათაო ოფისში არჩევდა. არის ხალხი ტრენინგის საფუძველზე მიღებული, არის რომელიც არ არის ტრენინგის საფუძველზე მიღებული, არის პროფესიონალი ჟურნალისტები. მე პირადად არ ვინ არ შევსამაზე, შევი შეგარჩი. მე ქალბატონო ლუბამ შემეჭი. კი ბატონო. და ვინ არის ქალბატონი ლუბა? მეცხრე არხის დირექტორია თუ არა? მეცხრე არხის დირექტორი, თქვენც კარგად იცით რომ არ არის ქალბატონი ლუბა. ქალბატონი ლუბა არის საინფორმაციო სააგენტო მეცხრე ინფოცხრის დირექტორი. ტრენინგები გავიარეთ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და მივდივართ ახლა რომ ემსახუროთ საქართველოს. და აი მაგალითად რას მოიწვია? რა უნდა გადაიღოთ კონკრეტული მოთხოვნები თუ აქვს თქვენს კონკრეტული არა, ყველაფერი რაც არის პრობლემა, როგორც ხვები მუშაობენ ჟურნალისტები, ასევე ვიმუშაობთ ჩვენ. ჩვენ ჟურნალისტებს ფოტოშერის ჩემს კამერას თქო რატომ არ იყო სამების წელში და ხლა ვისარგებლებ კიდევ გეტყვით იგივეს. შუბლის ზაღი რო გაგიწყდება, იმის აღდგენა რაც თუ ისე რეალია. ინფოცხრის ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილის ფულით ფინანსდებიან. მართალია ამ საკითხზე მათი მხრიდან არავინ საუბრობს, თუმცა ფაქტი ერთია, ინფოცხრის ინტერნეტ გვერდზე მხოლოდ ის მასალები იდება, რომელიც ოლიგარქის უკანონო საქმიანობას არ ასახავს. ინფოცხრის ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები ხშირად სხვადასხვა კონფლიქტის პროვოცირებისთვის საკმარის მიზეზსაც წარმოადგენენ.
საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობით როიტერი დაინტერესდა ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად ქვეყანაში რუსი ტურისტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და რამდენიმე საათში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად საქართველოს დედაქალაქით და კურორტებით ინტერესდებიან. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების შეაჯამეს დღეს ქორთიარდ მერიოდში. კვლევების შედეგების მიხედვით საქართველოში შობადობის სტატისტიკა იზრდება, ბავშვთა სიკვდილიანობა კი მნიშვნელოვნად მცირდება ასევე ხელოვნური აბორტების რაოდენობაც. აღნიშნულ კვლევებს დონორი ორგანიზაციები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ატარებენ და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვლენაა. კონფერენცია საქართველოს პირველმა ლედიმ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სანდრა ელისაბედ რულოვსმა გახსნა კვლევის შედეგების პრეზენტაციას. ჯანდაცვის მინისტრი ასევე პარლამენტის გაეროსა და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როცა დავიწყეთ ამ სფეროში მუშაობა, მაშინ 49 ქალი იღუპებოდა და დღეს არის 19. შეიძლება 2010-თან შედარებით კიდევ უფრო შემცირებული იყოს. და ბავშვებშიც იგივე, ჩვენ მოვდივართ 41 ბავშვი იღუპებოდა 1000 ბავშვი და დღეს არის 12. ეს ძალიან დიდი ცინცვლა და მე უფრო ვამახობ იმ ციფრით 12-ით, ვიდრე იმ ჰოლანდიის ციფრი 4, იმიტომ რომ ისინი არიან 10 წლის განმავლობაში ერთ და იგივე დონეზე. და ჩვენ სამჯერ გვაქვს შემცირებული მონაცემები ასევე ქალთა სიკვდილიანობაში. ამ ფაქტს განაპირობებს ისიც, რომ ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს ქვეყანაში და ამას უკვე აქვს თავისი დადებითი შედეგები, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამები, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ძალიან ბევრ ოჯახს აქვს ელემენტარულად დახმარება სახელმწიფოსგან და გარკვეული შემოსავალი, ეს ქმნის წინაპირობას იმისათვის, რომ ოჯახმა უკეთესად დაგეგმოს თავისი მომავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაჩვენებლები, რომლებიც შეეხება ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას და ახალშობილთა მდგომარეობას. კერძოდ 51%-ით დაიკლო აბორტების მაჩვენებელმა 5 წლის მანძილზე, მოიმატა შობადობის მაჩვენებელმა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს. საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამერიკელ კადეტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. კურსი 4 ივლისს დაიწყო. 3 კვირის განმავლობაში კადეტები სამთო ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ. ჩვენ მასპინძლობთ და ვხსნით იმ ქვეყნის მომავალ ოფიცრებს, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო განათლების კუთხით. ასეთი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის, რაც მომავალში წარმატებით განხორციელდება. ჯგუფს ჩაუტარდათ მეცადინეობები პრაქტიკული, რაც კურსის ბოლოს აისახა ეს გამოცდებში, ტესტირებებში, ჯგუფმა წარმატებით გადალახა ყველანაირი დაბრკოლება და მიიღეს შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატები. საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით შვედეთში იმყოფება. რამაზ ნიკოლაიშვილი თავის კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი შვედეთში მოღვაწე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც გადაწყდა, რომ შემოდგომაზე ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება. არის დაახლოებით 200 მეტრში. საკითხი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაზე, რომელზეც საკმაოდ ბევრი დრო დაუთმოთ, ეს არის მყარი ნარჩენების მართვის საკითხები. ჩვენ იცით, რომ შევქმნით სახელმწიფო კომპანია და სწორედ ამ სახელმწიფო კომპანიის დახმარებაზეა საუბარი, მისი თანამშრომლობის სექტემბერში გადამზადებაზე, სტრატეგიის შემუშავებაზე. ჩვენ უკვე სტრატეგია გვექნება სექტემბერ-ოქტომბერში, რაც მოგცემს საშუალებას ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მომდევნო წლებში საქართველოში დავალაგოთ. ჩვენთვის შთამბეჭდავია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. მნიშვნელოვანი იქნება შვედი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რაზეც უკვე შევთანხმდით. ისევე როგორც ქართველი ექსპერტების გადამზადება შვედეთში. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ნარჩენების მართვის სახელმწიფო კომპანიას ინსტიტუციურ გაძლიერებაში. ასევე მზადვართ განვახორციელოთ კონკრეტული ინვესტიციები ნარჩენების მართვის სფეროში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
ლეიბორისტული ქარტია ქართლის და კახეთის სოფლებში უწყლობის პრობლემას აპროტესტებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატპირაშვილის განცხადებით ათასობით ჰექტარს ახმობის და გაუდაბნოების საშიშროება ელის ლეიბორისტების სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწოდებენ დატოვოს კაბინეტი და უშუალოდ ადგილზე უხელმძღვანელოს პროცესებს. მიმართავთ სოფლის მეურნეობის მინისტრს დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება ქართლისა და კახეთის მიწების მორწყვის თაობაზე. გამოვიდეს კაბინეტიდან და უშუალოდ ადგილზე უხელმძღვანელოს ირიგაციის პროცესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 33 წლის მაია ჩილაჩავას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ლაშა შურღაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული ლაშა შურღაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნოდა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა კოლეგიამ საქმის განხილვას. რამდენიმე თვე მოანდომა საბოლოო ვერდიქტის თანახმად მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის ლაშა შურღაიას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მაია ჩილაჩავას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ლაშა შურღაიას მიმართ. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ლაშა შურღაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დღეს მტკვარში აღმოჩენილი გვამი პროექტურაშია გადასვენებული. დღეს დილით ევზაობის დროს ორმა მეთევზე მტკვარში გვამი შენიშნა. ერთ-ერთი მეთევზე ყოფილი მაშველი აღმოჩნდა. გვამის წყლიდან ამოყვანა შეძლო. გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცია. მის ვინაობას გამოძიება ადგენს. დაახლოებით 9 საათის უკან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სასწრაფოების ყოფილ შენობასთან მტკვრის პირას იქნა შემჩნეული მამაკაცის გვამი, რომელიც მოქონდა მტკვარს. გვამი გამოყვანილი იქნა ნაპირზე და ამოყვანილი იქნა. არის დაახლოებით ალბათ 60 წლამდე მამაკაცი. ვლადიმერ პუტინის ახლო აღმოსავლური ტურნე საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ თელ-ავივში სირიელმე ამბოხეთა მხარდამჭერები გამოვიდნენ და რუსეთის ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა გააპროტესტეს. ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში ის ისრაელს, სირიას და პალესტინას ეწევა. ბოლო 7 წლის მანძილზე ეს რეგიონში პუტინის პირველი ვიზიტი. ექსპერტების შეფასებით ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის სირიისა და ირანის გამო საერთაშორისო საზოგადოებასთან დაძაბული ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. Владимир Владимирович Путин. Ministri ვიცი ასეთი აქცია პუტინის წინააღმდეგ რუსეთშიც რომ მოეწყოთ ყოველას დააკავებდნენ. მათ ციხეში ჩასვამდნენ და პატიმრობას მიუჯიდნენ. კრემლი ადამიანთა უფლებებს მუდმივად არყობს. ჩვენთვის მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი მოქალაქეების ყველა პრეზიდენტასაც. რუსეთის ჯაშუშთა მორიგი დაკავება გერმანიის სპეცსამსახურების მოთხოვნით ჰოლანდიაში 60 წლის დიპლომატი ვინმე რაიმონდი დააკავეს, რომლის გვარს ამ დრომდე არ ახმაურებენ. გავრცელებული ცნობით დაკავებულ დიპლომატს კავშირის ანა ჩაპმანთანაც ჰქონდა, რომელიც რუსეთის ჯაშუშებისთვის ამერიკიდან 2010 წელს გააძევეს. გამოძიების ინფორმაციით დიპლომატმა სპეცსამსახურებს 450-ზე მეტი დოკუმენტი გადასცა. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა საბოლოოდ მოუხსნა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გენერალური პროკურორის მიერ საკასაციო სასჯელის განხილვის შედეგად მიიღო. ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის საქმეში თანამონაწილეობის ბრალდებით კუჩმას წინააღმდეგ საქმე 2011 წლის 21 მარტს აღიძრა. ჟურნალისტი კიევში 2000 წლის 16 სექტემბერს გაქრა. მოგვიანებით კი მისი სხეული დანაწევრებული იპოვე. საქმეს დიდი რეზონანსი მოყვა, თუმცა ამის მიუხედავად ღონღაძის მკვლელობის დეტალები ამ დრომდე გახსნილი არ არის. მექსიკის აეროპორტში მოხდა შეტაკება 3 პოლიციელის სიცოცხლე მსხვერპლა ნარკომოვაჭრემ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც სამართალდამცველებმა მასზე ეჭვი შეიტანეს. ერთი პოლიციელი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიყვანისთანავე, ორი კი ადგილზევე გარდაიცვალა. ნარკოტიკებით ვაჭრობა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამის გამო 50,000 ადამიანი გარდაიცვალა. აეროპორტში მოხდარ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
თურქეთის სირიის საზღვართა საგანგებო ზომებს მიიღებს და ოფიციალური ანკარის პოზიციას მხარს ნატო დაუჭერს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სირიის ძალების მიერ თურქული ვერტმფრენის ჩამოგდებამ მკაცრად დაგმო მათი შეფასებით. ვერტმფრენის ჩამოგდებით ასადმა საერთაშორისო ნორმები უხეშად დაარღვია, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში დღევანდელი ღონისძიება თბილისი 2015 საორგანიზაციო კომიტეტის თბილისის მერიის სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალის წარმატებით ჩასატარებლად ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ღონისძიების ორგანიზატორებს თბილისის მერმა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს. ეს ღონისძიება თავისი არსით აი ოლიმპიადას, რომელიც ახლა მაგალითად ლონდონში იმართება, რანგით იმის ქვემოთ არის, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ ქალაქის ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ეს ბუნებრივია ერთის მხრივ ემსახურება ჩვენი ახალი თაობის სპორტსმენების გაზრდას. ამავდროულად ეს არის დამატებითი სტიმული ახალგაზრდობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს დუშან უგრინ უმცროსი ხელმძღვანელებს 45 წლის ჩეხი სპეციალისტი გუნდმა დღეს ოფიციალურად წარადგინა მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას მამამისი დუშან უნგრინ უფროსი გაუწეს თბილისის დინამომ ბოლო საჩემპიონო ტიტული სწორედ უფროსი დუშან უნგრის ხელმძღვანელობით 2007 წელს მოიგო. ყველაზე ტიტულოვან ქართული კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვთ, რომ უგრინების დაბრუნება დინამოში ამჯერადაც წარმატებული იქნება. ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ კლუბში რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატება იგეგმება. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კლუბის მმართველი დირექტორის პოსტს კვლავ ბუბა ტაყავაძე დაიკავებს. სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, განახლებული არის ბაზა, იდეალური სავარჯიშო პირობები, მინდვრები, საცხოვრებელი კორპუსი. მოკლედ, ყველაფერი არის იმისთვის, რომ დინამო თბილისს გუნდი ყავდეს ისეთი, რომელსაც არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც ექნება წარმატება. თბილისის დინამოში დიდი მიზნებით მოვედი. ამ ღირსეული კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო პროგრამა დასახა და მსურს, რომ ის ჩემთან ერთად საინტერესოდ განხორციელდეს. გუნდში ჯერ გაცნობიტი ხასიათის სამუშაოებს ვატარებ, რის შემდეგაც გადავწყვეტ ახალი ფეხბურთელების დამატების საკითხს. მე მჯერა რომ დუშან უგრინი მოუტანს დინამოს იმ ტიტულს, რასაც თბილისის დინამო იმსახურებს, იმიტომ რომ თბილისის დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, თბილისის დინამო ყოველთვის უნდა იყოს მოწინავე პოზიციებზე. და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% ქართულ ჯგუფში, აქციების 100% სააქციო საზოგადოება ქართულ ბანკში და აქციების 21.7% პროგრეს ბანკში დაყადაღებული აღნიშნულ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს. აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს საახსრულებლო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნის გაცემული საახსრულებლო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფში, აქციების 100% სააქციო საზოგადოება ქართულ ბანკში, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სააქციო საზოგადოება პროგრეს ბანკში. აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ამჟამად გამოშვებას ქართული მედია პოდიუმზე ჟურნალისტები მასმოდისთვის ემზადებიან. დიზაინერი ეკა თადუმაძე სამოს მედია საშუალებების 50-მდე წარმომადგენელი მოერგებს მასმოდას ასტუნო რედისონში 6 ივლისს გაიმართება. რა თემა შეარჩია დიზაინერმა 2012 წლისთვის ნანო გაალავიძე გეტყვით. დიზაინერ ეკა თადუმაძის ატელიე ივნისის ბოლოს ტრადიციულად ძალიან ფერადი და მხიარულია. იქნა გამომდინარე, რომ ისინი ემზადებიან მასმოდა 2012-ისთვის. წელს მასში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა მედია საშუალება, 50-მდე ჟურნალისტი, მათი 60 უკვე მზად არის და ახლა ისინი გენერალური რეპეტიციისთვის ემზადებიან. ნემსი, ძაფები, ქინძისთავები, გვირისტი და კიდევ უამრავი საკერავი აქსესუარი რამდენიმე დღეში მასმოდად შეიკერება. ყოველდღიური სტილის სამოსი ჟურნალისტებისთვის არა სამუშაო, არა ტელე, ამჯერად პოდიუმისთვის მზადდება. ეკა თადუმაძის ატელიე ივნისის ბოლოს ყველაზე ოპერატიულია. დიზაინერის 50-მდე კოსტიუმს ყველაზე კრიტიკული შემფასებელი მედია მოდელები ხავს. გადასარევად ბრძნობ თავს, თან მით უმეტეს აი ესეთი ლამაზი კაბა რო გაცვია, შეიძლება ქალმა სხვანაირად იგრძნო. ნახე რა სილამაზეა, შეხედე. და აი შემქმნელები კიდე აი ესეთი ყოჩაღი გოგოები, დადო, ძალიან მაგრები ხართ. წელს ცოტა განსხვავებული სტილი გვაქვს, უფრო ყოველდღიური სამოსია, ცოტა უტრირებული ფორმით.
შევეცადეთ, რომ ჩვენი ჟურნალისტების ინდივიდუალურობა უფრო კარგად გამოგვემშღავნებინა, რაც გავაკეთეთ სხვადასხვა კონსტრუქციით, ფერების კომბინაციებით, სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა აქსესუარებს გამოიტანენ. ფერადი აქსესუარები და ზაფხულის განწყობა დადუს 2012 წლის კოლექცია. ისეთივე მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, როგორც ჟურნალისტების საქმიანობა. მას მოდა 2012-ში თითქმის ყველა მედია საშუალების ჟურნალისტი მონაწილეობს. 50-მდე ტელესახე ჩვენებაზე განსხვავებული იმიჯით წარსდგება. წინა წლისგან განსხვავებით წელსავი გადავწყვიტე რომ ესეთი შორტი მეცვას და არა გრძელი კაბა და ესეთი ცოტა მოღებული თუ ქვია ამას არ ვიცი ზედა და ისიც ვიცი რომ წელს გვეკეთება კენერის სათვალეები ეს ძალიან მომწონს მაგრამ მომიხდება სცენაზე წელს პირველად გამოვდივარ დადუ რა თქმა უნდა დამეხმარო პირველად შერჩევაში რა უნდა ჩამიცვა მაგრამ შემდეგ ისე მოხდა ერთმანეთთან შეთანხმებულად და საბოლოოდ შევჯერდით ძალიან კარგი სამოსე, რაც მე ძალიან მომწონს, დადუსაც მოეწონა, დაიმთხვა ჩვენი აზრები და შესაბამისად კარგი იქნება, მე დარწმუნებული ვარ. 7 წელი პოდიუმზე მას მოდა მაყურებელს ტელესახეებს განსხვავებული კუთხით 2005 წლიდან აჩვენებს. რესპონდენტები ჟურნალისტებს პროფესიონალური საქმიანობის შემდეგ ვიზუალურად აფასებენ. დიზაინერი ეკა თადუმაძე პროექტს თბილისის მერიასთან და მხარდამჭერებთან ერთად ახორციელებს. თავიდან ესეთი ექსპერიმენტის დონეზე გაკეთდა და 22 ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. სიმართლე რო გითხრა, ძალიან გავრისკეთ, იმიტომ რომ მაინც პირველი იყო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი გენერალური სპონსორი PSP-ის პროექტი ესეთი ხარისხიანი არ იქნებოდა როგორც არის. თბილისის მერია ჩვენი პარტნიორია ყოველთვის და მათი ეგიდით ტარდება ეს პროექტი. ჩვენი ერთგული სპონსორები არიან კაპაროლი, არ შემიძლია მათ მადლობა არ გადაუხადო. ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი სალონების ქსელი ნატალის არის, რომ ძალიან კმაყოფილებს ვუშვებთ თუნდაც ჟურნალისტებს ამ მასმოდაზე. ჩვენი ვარცხნილობის შეესაბამება იმას, თუ როგორი ტანის სამოსიაცვია მას, თქვა დადუს ულამაზის კაბას, როგორი ვარცხნილობა მოუხდება. ჟურნალისტები რესპონდენტებს ერთი დღით როლებს გაუწვიან. მას მოდა მას-მედიას პოდიუმზე გაიყვანს. მას მოდა წელსაც სასტუმრო რედისონში გაიმართება და ის აზეიმოდ დაიხურება ბუდაპეშტში. მადლობა ნანუკა, დღის ამბების ეთერში ნანუკა ალავიძე საუბრობდა, ამ დროისთვის კი სულ ეს იყო. დღის ამბები მოკლედ 21-ზე მთავარი გამოშვებით 22 საათზე ბრუნდება. დროებით.